მოგესალმებით. საქართველოს დროს 17 მარტია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ამ წუთებში აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობის წარმომადგენელი მონაწილეობს. მეტ დეტალს საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოგიყვებით კურიერის მომდევნო გამოშვებაში. მორიგი საჯარო დებატები გაიმართა რუსთავიორის პირდაპირ ეთერში. თემა ანტიკორუფციული პოლიტიკა იყო. დებატებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ოპონენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვებით მიემართათ ერთმანეთისთვის, ასევე უპასუხეს უშუალოდ მოდერატორის შეკითხვებს და ისარგებლეს დასკვნითი სიტყვით. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ჩვენ შეგვემცირებინა თვისებრივად კორუფციის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში და პრინციპულად აღმოგვეფხრა კორუფცია პოლიტიკურ დონეზე, რაც იყო ჩვენი უპირველესი ამოცანა. და ეს ყველაფერი გავაკეთეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. რა თქმა უნდა, ერთი არის თვითონ სისხლისამართლებრივი დევნა, გამოძიება, 200-ზე მეტი საქმე, რაც არის კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, მათ შორის იყვნენ სამწუხაროდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებიც, თუმცა ეს არ არის ძირითადი ასპექტი კორუფციასთან ბრძოლის. თავი არის მაინც ის მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში, პირველ რიგში გამჭრელობის კუთხით. დღესაც შეგიძლიათ იხილოთ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ათასობით აქტი, რომელიც არის სრულიად გამჭრვალე და აბსოლუტურად ღიად შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ გექნებათ ეჭვები კორუფციასთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე მსადვართ, რა თქმა უნდა, პასუხისთვის. და ასევე კონკრეტული პრაქტიკები მოვაწესრიგეთ, რომელიც ეხება მაგალითად იგივე სახელმწიფო ქონების გასხვისებას. პრივატიზაციის ნაწილში იყო ჩამოყალიბებული ძალიან მარტივი პრაქტიკა, მაგალითად ერთლარად შეიძლებოდა გასხვისებულიყო სახელმწიფო ქონება მთლიანად აღმოიფხვრა ეს პრაქტიკა იმისათვის, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა ქონების პრივატიზაციიდან, ჩვენ შემოვიღეთ აუქციონის წესი. სინამდვილეში ქართული ოცნების ანტიკორუფციული პოლიტიკა არის ფეიქ ბრძოლა კორუფციასთან და ქართული ოცნება ამ ბრძოლას იყენებს პოლიტიკური მიზნით, თავიანთი, შიდა დაპირისპირებისთვის თუ რაღაცა შიდა გადალაგებისთვის. კორუფცია არ იზომება იმით, რამდენი ადამიანი დაიჭირა მთავრობამ კორუფციის საქმეზე. რა თქმა უნდა, ეგეც კომპონენტია, მაგრამ იზომება ადამიანებს რა აღქმა აქვს, როგორია ქვეყანაში კორუფცია. როდესაც ჩვენი ოპონენტები მაგალითად საუბრობენ იმას, რომ ფეიქ ბრძოლა არის ეს კორუფციის წინააღმდეგთა კლანებს შორის რაღაცა დაპირისპირება, მაშინ უნდა ჩამოვყვეთ, შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი დავაკვალიფიციროთ როგორც ეგრეთ წოდებული ფეიქ ბრძოლა. მაგალითისთვის, გვერდზე რო გადავდოთ სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც ვისაუბრეთ, ხო? შექმნილი არის ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუ-ჰაუ, არც ერთ ქვეყანაში არ არის. მინდა გითხრათ, რომ 1 ივნისიდან ცენტრალიზებული შესწავლების ორგანო ამოქმედება, რომელიც გარკვეული ზღვრების ზევით ცენტრალიზებულ შესწავლებს გამოაცხადებს, ანუ პირდაპირ სამინისტროებს, საქვეუწყებო ორგანოებს დიდ შესყიდვებთან უბრალოდ შეხება არ ექნება, ერთი ორგანო იქნება ამაზე პასუხისმგებელი და მათ შორის მონიტორინგისთვის ეს არის ძალიან ეფექტური. კორუფციული მართვის სისტემა ნიშნავს პოლიტიკური ძალაუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკური რესურსების პირთა ვიწრო ჯგუფის მიერ გამოყენებას. რაც არ უნდა ილუზია შექმნას ახლა აქ ჩვენმა ოპონენტებმა შექმნან თითქოს რეალური ბრძოლა მიმდინარეობს კორუფციასთან, ეს არის გავლენის ჯგუფებს შორის ძალაუფლებების გადანაწილების პროცესი. ყველა მინისტრი, მთავრობის მთელი შემადგენლობა, მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს აბსოლუტურად სუფთად. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც თერიქ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას და ეს მაგალითები ჩამოთვალე და კიდევ ერთხელ დღევანდელმა როგორც წინა დებატებმა ამ ეგრეთ წოდებულ არაბიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელმა ჩვენმა დებატებმა დაადასტურა, რომ მთავრობის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებით, მთავრობის მოქმედი შემადგენლობის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებით შენიშვნები არ არსებობს. მას შემდეგ რაც ჩვენ დავამკვიდრეთ კონკრეტული საქმიანობის პრინციპები, კონკრეტული პრაქტიკა, მთელი რიგი მიმართულებებით არ არსებობს კორუფციის არც ერთი ფაქტი. და რა თქმა უნდა, ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც ერთი ფაქტი წარმოადგინონ ნებისმიერ დროს და იქვე გვექნება რეაგირება.
საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს, ასევე დაგეგმილია კენჭისყრებით. უმრავლესობის სხდომაზე სასესიო კვირის განსახილველი საკითხებზე იმსჯელეს მიმდინარე კანონპროექტები და ინიციატივები განიხილეს. ისაუბრეს პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა გაუქმდა. ასევე განიხილეს განათლების რეფორმა, რომლის თანახმადაც გამონაკლისის სახის 2026-27 სასწავლო წელს სკოლაში სწავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ. პარლამენტი და ჩვენი საზოგადოება მოусმენს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი შალვა პაპუაშვილის წლიურ ანგარიშს. მეთი გაიხსნება სასესიო კვირა, ასევე იქნება კენჭისყრები და ასევე ოთხშაბათს განვიხილავთ სხვადასხვა კანონპროექტებს და იმ პაკეტებს, რომელიც დაინიცირდა. ასევე ამ ყველაფერთან ერთად გავიარეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა კანონპროექტების ირგვლივ, სხვადასხვა ინიციატივების ირგვლივ, მე მინდა რამდენიმეს გამოვეხმაურო, მათ შორის პირველი პრემიერის გადაწყვეტილება, როდესაც გაუქმდა ის აკრძალვა 6 წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანა 1 აპრილამდე და შეიცვალა საკითხი და გაიზრდება უბრალოდ აქციზის, ანუ კუბატურაზე ბაჟის გადასახადი. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში კვლავ განხილვისაგანია პოლიტიკურ სპექტრში. მომმართველი გუნდისთვის ანგარიში რეალობას აცდენილია და აცხადებენ, რომ დოკუმენტი გამოყენებულია ქვეყანაზე თავდასხმის იარაღად. როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ რა თქმა უნდა იყოს ფაქტები წარმოდგენილი და უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება, მით უმეტეს არ დგება 100 გვერდიანი დოკუმენტები 72 საათის შუალედში. ეს არის ჩვენი მთავარი კრიტიკა და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაც არის, ასევე კითხვის ნიშნებია ექსპერტის მიუკერძოებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე შევეჩვიოთ, რომ ასეთი დოკუმენტები ზუსტად ისეთი ზედაპირულობით და წარმოუდგენელი თავდასხმის მოტივით ხორციელდება ხოლმე. შესაბამისად, ეს დასკვნაც და მასში მოცემული 1001 ტყუილი გამოხატავს იმ ერთიან კამპანიას, რომელსაც რიგი ევროპელი და დასავლეთის ბიუროკრატები აწარმოებენ საქართველოს წინააღმდეგ. იაზდი, ხორასანი, თეირანი, ჩაბაჰარი, ამერიკა და ისრაელი ირანის რეგიონებზე დარტყმების სერიას განაგრძობს. კოალიციური ძალების ავიაიერიშების სამიზნე ირანის თავდაცვით სამრეწველო ობიექტები და სამხედრო ინფრასტრუქტურაა. თავის მხრივ ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონებზე, ამოქმედებულია საჰაერო განგაში. ისრაელის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება ლიბანში, სამიზნე ჰეზბოლას სამეთაურო შტაბები და ინფრასტრუქტურის განადგურება. ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში დარტყმების შედეგად 1 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 20%-ზე მეტი დევნილად იქცა, დაღუპულია დაახლოებით 850 ადამიანი. აფეთქებებია ბაღდადში უპილოტო საფრენი აპარატებით ამერიკის საელჩოზე განხორციელებულ დარტყმას მოყვა ხანძარი. ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც დაარტყა, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ფუჯაირას ნავთობინდუსტრიის ზონაში. რისკების გამო საამიროების სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნის საჰაერო სივრცე სრულად ჩაკეტა. ცნობილია ისიც, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ომის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ პირველად ორმხრივი პირდაპირი კონტაქტები აღადგინეს. აქსიოსი წერს, რომ კომუნიკაცია შედგა ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ ვიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის შორის. დაისებს საქართველოს ხონის სამუსიკო სკოლაში კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების საზეიმოდ გაიხსნა. მასშტაბური ღონისძიება წელს 5 ქალაქში, წყალტუბოში, ლანჩხუთში, ხონში, ბორჯომსა და თბილისში გაიმართება. რეგიონებში ახალგაზრდებთან ჩატარდება მასტერკლასებიც. პროექტი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას ისახავს მიზნად.
ფაქტია, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები უკვე მე-3 წელია ტარდება. ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი კონცერტი ჩავატარეთ არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში და მე ვფიქრობ, ეს არის ისეთი პროექტი, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება, იმიტომ რომ მიზნად ისახავს ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას. მსმენელი ძალიან კმაყოფილი იყო, რამე თუ დღეს ამ დარბაზში ისმოდა მხოლოდ მუსიკალური საკრავების ჰანგები და კმაყოფილ მსმენელთა სუნთქვა. და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მეტად რაც აი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა მსმენელმა განიცადა, ეს იყო პოზიტივი. იმედი მაქვს შემდგომი პროექტებისთვის, რომ ჩვენ მოვასწრებთ და გავაკეთებთ წელს იმ პროექტებს, რაც მომავალ თაობას ძალიან დაეხმარება. თვითონ რაც შეეხება ქართული მუსიკას, ძალიან გვიხარია ის, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველები ასრულებენ ქართულ მუსიკას და აცნობენ ფართო მსმენელს. ნოვრუზის ჩუქურთმები ამ სახელწოდებით თბილისში მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის გალერეაში აზერბაიჯანელი მხატვრის არიფ ჰუსეინოვის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ბაირამობის დღესასწაულს ეძღვნება და მასზე წარმოდგენილია მხატვრის ახალი და კლასიკური ნამუშევრები, რომლებიც აზერბაიჯანის კულტურასა და ეროვნულ ფოლკლორს ასახავს. თბილისში პირველად არის ჩემი გამოფენა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება ჩემს თანამემამულეებთან, ქართველ მეგობრებთან და ქართველ კოლეგებთან შეხვედრის ამ გამოფენის ფარგლებში. მიხარია მათი აქ მოსვლა. ჩემი ნამუშევრებით ინფორმაციას ვაწვდი საზოგადოებას ნოვრუზის დღესასწაულის შესახებ. ასეთი პროექტების არსებობა ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებს. თანაც ასეთი ფორმატის გამოფენები კარგი საშუალებაა ორი ქვეყნის პროფესიონალთა დაახლოვებისთვის. ეს ამჟღავნებს, რომ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის სახვით ხელოვნებაშიც ძალიან კარგი ურთიერთობებია. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს. მეტ დეტალს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მოგიყვებით კურიერის მომდევნო გამოშვებაში, ასე რომ გემშვიდობებით 9 საათამდე.